სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. როგორც გესმათ წმინდა სახარებიდან, იესო ქრისტეს სამოღვაწეოდ გამოსვლას წინ უძღოდა იოანე ნათლისმცემლის გადაგება. ისაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ უფლის ანგელოზი გაიგზავნა, რომელმაც მოამზადა ებრაელი ხალხი მესიის მისაღებად. და ეს ანგელოზი იყო ნათლისმცემელი იოანე. და რითი ამზადებდა ადამიანებს, ამბობდა, შეინანეთ მოახლოებული არს სასუფეველი ღვთისა. ადამიანმა რომ მიიღოს ღმერთი, მას აუცილებლად უნდა კონდეს სინანული. და თვითონ მაცხოვარმა ჩვენმა მხსნელმა იესო ქრისტემ თავისი ქადაგებაც ესე დაიწყო, შეინანეთ მოახლებულ არს სასუფეველი ღვთისა. ეს ეშმაკმაც იცის, რომ სინანულ შეუძლია ადამიანის გადარჩენა, ამიტომ ცდილობს თვით სინანულის პროცესში შეგვიყვანოს შეცდომაში, რომ ჩვენი სინანული კი არ იქნა შეწირული ღვთის წინაშე და გავმართლეთ, არამედ გამოვიდეთ დაჟილები. სწორედ ამიტომ ნათლისღების წინა დღეს არის პატარა ქადაგება ეკლესიისა, ანუ დღევანდელ დღეს, რომ ადამიანმა ცოდვები არ უნდა დაფაროს აღსარებაზე და იმას წაგიკითხოთ. ერთნი ურწმუნოების, მეორენი მცირედ მორწმუნეობის, სხვანი ცრუ შიშის, ზოგიც ცრუ სირცხვილის მიზეზით აღსარებაზე ცოდვებს მალავენ და ფიქრობენ, რომ ეს არ აუშავს. მაგრამ არ აუშავს, ამაზე არ ითქმის. ღმერთი პატიობს მხოლოდ მათ, ვინც გულის შემოსრულებით დგება საახსარებოდ და განურჩევლად ყოლა ცოდვას ინანებს. ხოლო მათ, ვინც მალავს ცოდვებს, უფალი განიკითხავს. რასაც ეუბნება კიდეც მღვდელი მონანიეს. თუ კი რამეს დაფარავ ჩემგან, უფრო მძიმე ცოდვა დაგედება. ამიტომ ძმანო, გულახდინი ვიყოთ აღსარებაზე და ნურაფერს დავფარავთ და მხოლოდ მაშინ შეგვინდობს უფალი. ეკლესიის სიტყვა უფლის ნათლისღების შესახებ გვასწავლის. ყავს რა გულმოწყალე ბატონი, ნუ დავიზარებთ, ყოველდღიურად ვევედროთ მიტევებას ცოდვათა. რა ჩაგვიდენია, ლოთობით ან სიცრუით, გემოთ მოყარეობით ან ტაცებით. ტაცებაში მინდა ხაზი გაუსვა ერთ სახეს ტაცებისას, რომელსაც დღეს ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ. ეს არის ვალის გადაუხდელობა და ასევე ეს არის, როდესაც შენ თანამშრომლებს არ აძლევ ხილფას. ან თუ აძლევ, ძალიან ცოტას. აი კაცის ანამეზიარება უნდა დაფიქრდეს. ვინმეს ესე ხო არ მოიქცა. თუ მოიქცა, ჯერ ჯობია გამოასწოროს და მერე მიიღოს მინდა ზიარება. ხლა წარმოვიდგინეთ კაცი, რომელიც ამას საერთოდ მალავს და მოძღვარს არ უყვება. შენ ახლა ფული რო დასტაცე თანამშრომლებს, ისეთი ხელფასი მიეცი, რომ 1-2-3 მილიონი აღმოჩნდა შენ ჯიბეში. მერე 9 მილიონით ეკლესია რო ააშენო. არ არის ეს ორი. ესე ხდება ხოლმე. გაძარცვავენ ღარიბებს და მერე ამითი უნდა ზოგიერთს ააშენოს ეკლესია. ამას მერტი არ შეუწირავს. მაგას ჯობდა არაფერი აეშენებინა და ყოველთვის თავისი ანაზღაურება მიეცა გულმოდგინეთ, როგორც წესი და რიგია. მათ გამო
მონასაც და თავისუფალსაც, დიდარსაც და უპოვარსაც პასუხი მოგვეთხოვება ქრისტეს საშინელ სამგზავროზე. სადაც დანდობას არ უნდა ველოდოთ. იქ ერთმანეთს უკვე ვეღარ დავეხმარებით. ვერც მამა ძეს, ვერც დედა ასულს, ვერც ძმა ძმას და ვერც მონა ბატონს. არამედ თვითეულ ჩვენგანს მისი საკუთარი საქმენი გაამტყუნებენ ან გაამართლებენ. ამიტომ ძმანო, ნუ დამალავთ აღსარებაზე ჩვენ წოდებს. არამედ ვაღიაროთ ისინი სულიერი მამის წინაშე წრფელი გულით. მოვინანიოთ ისინი, რადგანაც თუ კი სხვაგვარად მოვიქცევით და აღსარებისას დავფარავთ წოდებს, ამით ჩვენ მტერს ეშმაკს გავახარებთ. ხოლო თუ კი გულწრფელად მოვინანიებთ, მაშინ მტერი ივალალებს, ხოლო ღმერთი გაიხარებს. თავად უფალი ხომ ბრძანებს, რომ ზეცაში ერთი მონანიე ცოდვილი მეტ სიხარულს იწვევს, ვიდრე 99 მართალი, ვისაც მონანიება არ სჭირდება. ჩვენ კი ძმანო, ერთხელაც აქვს სულს გულწრფელად ცოდვათა მონანიება. და სიკვდილამდე ცოდვით ვცხოვრობთ, ცოდვას ვუმატებთ ცოდვაზე. გონს მოდით, ძმანო და დანო. მონანიებით განვიწმინდოთ ცოდვათაგან და შევღაღადოთ უფალს. მეუფეო, ცოდეთ სად მიმართ და წინაშე შენსა. და აღარა ვარ ღიც მე წოდებად ძედ შენდა, არამედ ყავმე ვითარც ერთი მუშაკთაგანი. და მოგვიტევე შეწოდებანი ჩემი. ამგვარად მოძღვრავს ეკლესიის სწავლება და როგორც ხედავთ გვავალებს, გულსმენი ვიყოთ აღსარებაზე და მოძღვრის წინაშე არ დავფაროთ ჩვენი წოდები. დიახ, სწორედ ასე უნდა მოხდეს, რა საკურველია, ან კი როგორ უნდა დაფაროთ წოდები. თუ კი უფალმა იცის რა იმალება ბნელში. როგორ დავფაროთ, როცა ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებას და კეთილებს. როგორ დავფაროთ, თუ კი უფლის თვალი დახურებს მთელ ქვეყანას და ყოვლის მცოდნია იგი. არა ძმანო, ღმერთს ვერსად წაუხვალ და ვერსად დაემალები. ყოველივე შიშველ და ქედადრეკი ლარს წინაშე თვალთა მისთა. ამბობს მოციქული პავლე. მაშნო ვიქნებით სრუნი მის წინაშე, არამედ გავემართოთ მისკენ, ვითარცა ბავშვები. ვინც ვეძიებთ მისგან, ვით მამისაგან პატიებას მთელი გულწრფელობით. საკუთარი ცოდვილობის სრული შეგნებით, გულის შემოსრულებითა და მორჩილებით. მაშინ იგი მიიღებს ჩვენ მონანებას, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს. რამე თუ ღმრთისა მიერ იგი მწუხარებაი, სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიგმს, ამბობს ისე მოციქული პავლე. ეხლა ამ პატარა საკითხავის ფონზე დაფიქრდი ადამიანო. შენ ხარ გულწრფელი. მეგობარს მიაყენე შეურაცხყოფა. ეს შეურაცხყოფა რომ მიაყენე, იქ ყოფნა ადამიანებმაც ნახეს. ყველას ერთი მოძღვარი ყავთ და დაადიხართ აღსარებაზე. ის გულის ტკივილით მოვიდა, რომ შენ ესე მოეკეცი. სხვები გულის ტკივილით მოვიდნენ, რომ ერთმა მეგობარმა მეორე მეგობარს გული ატკინა. მაგრამ ის, ვინც სხვას გული ატკინა, აღსარებაზე არ ამბობს, რომ მეგობარს გული ატკინა. რას ფიქრობთ, ეხლა ზიარებას მიიღებს ესეულად? მე ვფიქრობ, ვერ მიიღებს. აბა დაფიქრდი, კაც გული ატკინე. ერთი სიტყვა უთხარი, მაგრამ იმან გითხრა, რომ გული დაწყდა. და შენ არ ნანობ. ან თვლი, რომ არ არის საჭირო მოძღვარს უთხრა, ეხლა გამოჩნდება, რომ შენ რაღაც ცოტა მრისხანე კაცი ხარ. დაბარისთვის მიხვედი მოძღვართან. რატო დადიხარ ეკლესიაში?
ჩვენ ხო ეკლესიაში ყველანი იმიტომ დავდივართ, რომ თვლით რომ ჩვენ ვართ სოდვილები. ჩვენ გვჭირდება ხშირად აღსარების თქმა, ხშირი ზიარება, ლოცვა, სინანული. და ყველაზე მთავარ საქმეს სინანულში ცრუობ. იმიტომ რომ ეშმაკი გატყუებს, რომ უხერხულია ეს მოძღვარს უთხრა. ან არაუშავს ღმერთმა ხო იცის რომ ვნანობ და თუ ნანობ თქვი თუ ნანობ იმ კაცთანაც მიდი ვისაც გული ატკინე და უთხარი წმაო შემეშალა ეხლა აი მოძღვარი გისმეს და მოხვედი და რაც შეგეშალა უყვები გაუხარდა რომ არ დამალე ისე კიდე იცის რაც გააკეთე მაგრამ არ ამბობ მოძღვარი ვერ გეტყვის აი ესე რატომ მოიქეცი იცის და გელოდება და ამ შემთხვევაშიც მოძღვარი უფალს ბაწევს უფალმა იცოდა იუდა რას აკეთებდა ახვედრებდა მაგრამ პირდაპირ არ ეუნებოდა და თვითონ უნდა მიეღო გადაწყვეტილება თვითონ უნდა ეთქვა რომ ქურდი იყო და აღარ დაიღუპებოდა ზუსტად იუდას მსგავსად იცევა ადამიანი რომელიც შეგნებულად თუნდაც სულ პატარა ცოდვას არ ეუნება თავის მოძღვარს მე გახსოვთ ალბათ ადრე მოგიყვანეთ პატერიკიდან ამბავი ეს რაღაცნაირად სულ გონებაში მეტრიალებს ხოლმე მორჩილი იპარავდა ორცხობილას მონასტერში იცით ესეთი წესია რომ ტრაპეზი როცა არის ყველა ერთად ჭამს იმის მერე თუ ვინმეს უნდა რომ რამე ჭამოს უნდა უთხრას მოძღვარს და ეთქვის რა თქმა უნდა მოძღვარიო ჭამე ხლა ყურეკო შიმშიერი იყავდა და ამას ხვენოდა და ორცხობილას იღებდა და არ ეუბნებოდა და როცა მოძღვარი ესე ელაპარაკა როგორც ვლაპარაკობთ რომ არ შეიძლება კაცმა რამე დამალოს ეს შეგნებულად დაიწყო იმ მოძღვარმა იმიტომ რომ სულიერი კაცი იყო და ხედავდა მისი სულიერი შვილის გულში რა ხდებოდა ეს ბავშვიც მიხვდა და უთხრა შემინდე მამაო ორცხობილას ვიპარავდიო და ეს რო უთხრა შავი მყრალი ყვამლი გამოუვიდა გულიდან და გავიდა და მოძღვარმა იცით რა უთხრა ეს შვილო შენთვის მოხდაო რომ მიხვდე რისგან განთავისუფლდი რომ არ იყავი გულსფელი აღსარების დროს ჩვენს დაუფიქდეთ შეიძლება შეგნებურად არ მალავდე მაგრამ არ ემზადები სწორედ არ ფიქრობ შენ სოდვებზე რომ იხვალ ელოდები რომ ეხლა მოძღვარმა კითხოს ეს ხوار გააკეთე ის ხوار გააკეთე ეს არ არის სინანული სინანული თუ გაქვს ის სოდვას უთვალწინ უნდა გედგეს და უნდა ცრემლი გადგებოდეს ნახეთ როგორი თქვა რამე თუ ღმრთისა მიერ იგი მწუხარებაი სინანულსა ცხოვრებისასა შეუნანებელსა შეიქმს კაცი თუ ღვთის გამო წუხს და სინანული აქვს იმას ღმერთი სიხარულს მისცემს ამიტომ ყველა ჩვენგანი დავფიქდეთ მეც დავფიქდე თქვენს დაფიქდით ვართ გულსფელები ვემზადებით აღსარებისთვის სათანადოდ მინიმუმ ერთი დღით ადრე ხომ მაინც უნდა ჩამოждე კაცი და გაიხსენო შენი ცოდვები რომ რამე შეუნანებელი არ დარჩეს იმიტომ რომ თუ არ შეინანე ხარობს ეშმაკი რადგან ბოლოს მოკითხავენ იმის გამო და თუ შეინანე გულსწრფელად ხარობს ღმერთი აი ნახეთ აქ ასევე ესეთი სიტყვები წავიკითხეთ არ ვიცით შეიძლება მიაქციეთ ყურადღება შეიძლება არა მაგრამ მე მინდა რომ გაუსვა ამას ხაზი ყოველდღიურად ვევედროთ უფალს ცოდვების მიტევებას და როდის უნდა ევედრო
განსაკუთრებულად როცა იძინებ. ჩვენ ტელეფონებით ვიძინებთ. ან ტელევიზორით, ან გამკითხვით, ან თვალები. და წესით კაცი უნდა იძინებდეს სინანულით. სასტუმროზე რომ დადებს თავს, უნდა დაფიქრდეს, აბა დღეს რა გავაკეთე. დაიწყოს დილიდან, გაიღვიძა თავის დროზე. ილოცა? მე თავის თავს კითხოს, როგორ ილოცა? დაეზარა თუ გულმოდგინეთ ილოცა? მე მთელი დღე როგორ იქცეოდა? მოყვას რა გაუკეთა? ღვთის სათნო საქმე ჩაიდინა თუ პირიქით შეცოდა? საღამოზე სახში რომ დაბრუნდა როგორ იყო? საღამოს ლოცვითი კანონი როგორ შეასრულა? გვაქვს სინანული იწოდების გამო რომ და ასე შემდეგ. ამას თუ კაცი მოინდომებს, არ არის რთული შესასრულებელი. ამის მაგალითიც ფსალმუნებში წერია, დავით მეფე ამბობს, რომ ჩემი სარეცელიო ცრემლები დავალტეო, ტიროდა ყოველღამე. იმრუშა და კაცი მოკლა. და მთელი ცხოვრება ტიროდა. ეხლა ბავშვი ნახავ 18-19 წელს ეცოდა რომ ჩადენილი არ ქონდეს. და ზოგს კიდე მკვლელობაც არ ქონდეს დამატებული. განსაკუთრებულად გოგოებს რომ მე შვილს აღარ აჩენს. რომ შეცოდა და ცოდვის ნაყოფი შვილია, არ უნდა რომ თქვას და გარბის მოსაკლავად. ერთი ცოდვით მეორეს მალავს. და ისმის კითხვა, ვნანობთ მე დავით მეფსალმუნის მსგავსად? როგორ უნდა გაბედო, რომ მე შენ სხვაზე ილაპარაკო, როდესაც სიყმაწვილეშივე აღმოჩნდი უმძიმე სოდებში. და ჩვენ სამწუხაროდ ამაზე თვალს ხუჭავთ. გონია რომ ჩვენ შვილებს არ შეება, სხვა შვილები არიან ესეთები, მაგრამ არ ვიკითხები ჩვენ შვილებს, არ შეება, როგორ შეება. ხამე სახში რო არ დარჩას ადიყო. გვია რომ მოვიდა. მეგობარმა რომ მოიყვანა და არ ახსოვს რა ქვია, რა გვარია. რა გააკეთა? არც იმას ვეუბნებით, რომ ცოდვები შეინანოს, არც ჩვენი ცხოვრების წესით ვაძლევთ მაგალითს. შეიძლება ბავშვს არაფერი არ უთხრა, მაგრამ ღმერთი რო ხედავ შენ როგორ გლოვობ შენ ცოდვებს. როგორ ლოცულობ. როგორ განიცდი რომ შენი შვილი ეკლესიაში არ დადის. ღმერთს მისთვის როგორ ევედრები, ამას შეიძლება ეს ბავშვი შეცვალოს. შენი გულის განწყობამ, შენი გულის წუხილმა, შენი მომავლის გამოდა. შენ ახლა შენი ცოდვების ვარ გახსოვს. მოძღვარს რო ახსარების დროს ატყუებ. შეგნებულად ატყუებ. რა იმედი უნდა გქონდეს გადარჩენის? აი დადღია წინა დღე ნათლისღებისა ყველა ხვალე უნდა ვეზიაროთ. ჩაუკვირდეთ ჩვენ თავს, ამა როგორ ვიცევით? ვარძიარების ღირსი. გვაქვს გულწრფელი სინანული. მერთმა ყველა ჩვენგანს მისცეს უნარი, რომ ნანობდეთ ჩვენ ცოდებს. დღე და ღამე თვალწინ ჩვენი ცოდები გვედგეს და დროს რომელიც მოგვეცა სინანულისთვის არ კარგავდეთ გართობაში. აქ იყო თქმული, არ ვიცი, როგორ მიაქციეთ ყურადღება, კიდე ამასაც გაგიმეორებთ. ცოდვას ვუმატებთ და ესე მივდივართ სიკვდილამდე. და ხო ჯობია რომ ცოდვები ზედმიწევნით შევინანოთ, რომ სიკვდილამდე განწმენდილები მივიდეთ და არა ცოდვებით დახუნძლულები. ამიტომ გთხოვთ, სხვებს ნუ განიკითხავთ, სხვების შეცდომებზე ნუ ფიქრობთ, სხვებს შენიშვნეთ ნუ აძლევთ, უხეშად ნუ ელაპარაკებით. შენ თავზე იფიქრე, შენ ცოდვებზე იფიქრე, შენ რა დააშავე იმაზე იფიქრე. და მე ეშმაკი რომ დაგანახებ შენი მეგობრის ცოდვას, შენ თავს ეტყვი.
მე როგორ ვილაპარაკო ახლა ამაზე რამე. ერთ ბერს რომელსაც ეშმაკმა დაანახა მოყვას იცოდა რომ განკითხვაში ჩავარდნილიყო იცით რა თქვა? დღეს ამან შეცოდაო, ხვალ მე შეცოდაო. ესეთი კაცია აუცილებლად შეინანებსო და მე კიდე შეიძლება ეს სინანული არ ქონდესო. ეშმაკმა დაანახა მოყვას იცოდა რომ ამას განეკითხა და ამ ბერმა იმ ცოდვილზე დაბლა დააყენა თავისთავად და თქვა რომ ეს გამოსორდება აუცილებლად და მე კიდე შეიძლება არ გამოსორდა ისეთი უდები და ზარმაცი კაცი ვარ. აი ესე უნდა მოვიცით. ჩვენ სხვა მიდგომები უნდა გქონდეს ადამიანებთან და არა საერო. ქრისტიანები ერთმანეთს ვექცევით როგორც წარმართები. და იმიტომაც არის ტრობა, შური, დაპირისპირება, სიძულვილი, აგრესია და ასე შემდეგ. ყველამ თავის თავზე მოიფიქროს. ყველა გულმოდგინედ, გულსპერად რომ თავის სოდებს ნანობდეს და ახსოვდეს თავის სოდები. ის ვერ გაბედოს, რომ სხვას ცუდი გაუკეთოს. ერთ უბედურებას რაში ჩავარდნილია, მეორე უბედურება ახალი ცოდვა დაამატოს. ღმერთმა იოანე ნათლისმცემლის ლოცვებით, რომელიც უფალმა როგორც ანგელოზი გაგზავნა რომ ებრაელი ხალხი მიიღო გაემზადებინა უფლის მისაღებად, ჩვენს ღმერთმა სინანული მოგცეს გულწრფელი, რომ ზიარებაც მივიღოთ ღირსეულად. ზიარების დროს თითოეულ ჩვენგანთან მოდის უფალი. და როგორ შეხვდები უფალს, ამაზეა დამოკიდებული. გექნება საკუნებელად, თუ გექცევა დასაშლად. ღმერთმა დაგლოცოს და გვაკურთხოს ნათლისმცემელი იოანეს ლოცვებით. ამინ.